აქ შორენა ძალიან მარტივია პასუხი და უბრალოდ ამოცნობა იმ ნაბიჯისა, რასაც აპირებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ქართული ოცნება. ეს არის ის, რომ საოკუპაციო ზოლის მდებარე ტერიტორიას მოაცილოს მისთვის დისკომფორტული, ასე ვთქვათ, ფოთლები შემოაცალოს ამ აყვავულ მწვანე ხეს, რომელიც ცდილობს დანი ამოიყაროს და ისევ ამოფეთქოს მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე სადეს მისი ძილში მოჭრა. ტელეკომპანია თრიალეთი ამ პროცესში ასრულებს სწორედ ამ მწვანე ყლორტების როლს, ის იმდენჯერ ამოვიდა, რამდენჯერ წაჭრეს და აშუქებს ამბავს ისე, როგორც არის. ოკუპაციას აკეთებს ოკუპაციას, ოკუპანტებს ეძახის ოკუპანტებს, გატაცებულ ადამიანებს მოიხსენიებს და არა რაღაც დიპლომატიურ შეფუთვებში მე ვიცი ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად როგორ მუშაობენ, როგორ მიდიან საოკუპაციო ზოლთან მოსახლეობასთან დიალოგთან ერთად იმ საფორტიფიკაციო ნაგებობებსაც იღებენ, რომელსაც ოკუპანტები ძალიან ხშირად აფართოვებენ. გახსოვთ ძალიან ბევრი პროცესი იმის, რომ ფართოვდებოდა იქ ნიშნულებს ვამდნენ, ბოძებს ვამდნენ, ქარელის გამგებელი რომ ხედავდა წუთით დაჭობილ ნიშნულს ბოძისას. ესეც გახსოვთ ალბათ პირდაპირ ხედავთ თქვა რომ სათხიდან თქვენ ბოძებსო. აი ასეთ გამოკიდებულება როცა იქნება, როცა ხელისუფლებას არ ეყოლება დისკომფორტის შექმნელი ამ შემთხვევაში მედია, ჟურნალისტების და თრიალეთის სახით, მისთვის რა თქმა უნდა კომფორტული იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად ლოიალური, ეს ლოიალური ცოტა რბილი სიტყვაა გახდეს რუსეთის მიმართ და ბიძინა ივანიშვილი ალბათ კიდევ ერთხელ ეთქვის, რომ წარმოუდგენია, რომ რუსეთს უნდა საქართველოს ხელისუფლების ტერიტორიის მიტაცება.